დედაც. დილამშვიდობის სტივენ. ვახ, დილამშვიდობის ჯეისონ, გაიღვიძე? როგორ გეძინა, აბა? გუშინდელი ღამიდან გამომდინარე, ალბათ კარგად. ნუ კარგია, მე ხა სიმართლე გაინტერესებდა და არ მეძინა. ნუ რაღაცებს ვიგებდი რა, ჩვენ საქმესთან დაკავშირებით ხო ხდები და ერთ-ერთი მიზნის ადგილსამყოფელი გავიგე რა და უნდა წახვიდე რა. ვისი? მაიკის? კი, მაიკის. ესე იგი ფრენკი მოვიშორეთ, ტერიც მოვიშორეთ და მაიკი დარჩა. გავჩე. მაიკი. ეს არის ერთადერთი მიზანი, რომ ადლერთან მივიდეთ. ბოლო არის, ბოლო. ხო რა, რაღაცა უნდა ვქნათ ხა მართლა. ორი მოშორებული იყოს, მესამესაც მოვიშორებ და ყველაფერი დაალაგდება რა. ხო, ოღონდ პროსტა მოშორება არ უაწყვობს. უნდა დაფქვას. მე მგონი ყველაზე ახლოს მაიკთან იყო. ხო, ნუ როგორც მახსოვს ეგრე იყო მეცი. ბიჭო, მომისმინე ხა ტროი უნდა ვიპოვოთ კიდე. უეჭველი. დიდი ხანი არ გამოჩენილა, რაც დავიშალეთ იმის მერე. ხო, ჯეისონ, მაგას შენი ხან ნუ ნერვიულობ, იმიტომ რომ რაც ხა მათი ადგილსამყოფელი გავიგე, ტროისასაც გავიგებ. ამიტომაც შენ მაგაზე არ ნერვიულო რა. ხო, ჩემთან ერთად წამოდი. და ნახო ტროი. და მე თუ გინდა ისევ დავბრუნდი ეკლესიაში, მე წავალ მარტო. უი, რა დამავიწყდა, ეს რაცია არის, ნახე, იმათ მოვპარე. აი რო ვკლავდი იმათ და აიღე, აბა იქნებ რამეს მოусმინოთ, მიდი. ვა, ეს გამოსადეგარი არის, ჯეისონ, ყოჩი. ხო, ეგრევე ვიფიქრე, მეთქი რაღაც ინფორმაციებს გავიგეთ მეთქი და შეიძლება ადლერმაც მასაკნას ხაზზე გამოვიდეს რა. ხო, კაი, მოიცა 2 წუთი მოусმინოთ შემოდო. მოკლედ ჯეისონ მომისმინე რა, როგორც ჩემს უკვე ხედავ რომ ვერ გამოდიან რა, არ გამოდის არავინ კონტაქტი, შეიძლება გავჭებულიც არიან. ხო, ნუ რა ვიცი რა, ეხა მაგათი პრობლემები უბრალოდ წავიდეთ ხა ტროი მოძებნოს, ჯობია ყველაფერი რა. ხო, მართალი ხარ. ჯობია წავიდეთ. მიდი და ამ რაციას მე დავიტოვებ იქნება და გამოვიდნენ ხაზე რა იცი. აი, მოემზადები, არაღებს ავიღებ, შენც მოემზადე წავალე ხა. მიდი, კარგი. შურს ვიძიებ ძმაო. ვიძიებ. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ჯეისონ. ხო, მოვდივარ, ხო. აბა მზად ხარ ჯეისონ? მზად ვარ. კარგი, წავიდე. მოიც, ჯეისონ, მოიც. გისმენ, სტივენ? ჯეისონ. შენი ეს გამოგვივა ეს საქმე? კი. გამოგვივა, კი. მე ჯერ შემთხვევა არ მქონია, რომ მეზაინ დამესახოს და არასრულებული იყოს. უბრალოდ არ შემესრულებინოს. მოხდები? კარგი, წავედით. მოიცა ერთ წამი, სტივენ.
ისმენ? ეჭი ხო არ გეპარება რამეში, ან რავი ხო არ ნერვიული? არა, უბრალოდ დიდი ხანია ეს საქმეზე არ წავსულ ვარ და ხო ხდები რა მაინც თავისებური შეგრძნებები. კაცი ბრძოლებში იყავი და ეს არაფერი არა იმასთან შედარებით. წავედით ეხა. კარგი, წავედით. ივენ ამას შეხედე. ვახ, ეს ტროის ნამუშევარია დავიჯერო? დარწმუნებული ვარ. ვახ. საღოლ ტროისმო. ჩემი. ტროი ეძახე და ჩემზე მაგრა ისვრის სნაიპერს. სნაიპერი ქონდა წაღებული? კი. სნაიპერით? ასე ახლოს რამდენი კაცი როგორ ვარ. სოფლიოში ყველაზე ძებნადი ტურა. და ხომ ეძახიან სნაიპერას, ტურას. მაგრამ აი, ტროი ხო, ჩემზე უკეთ ისვრის. ვახ, ბიჭო, ამას რეები უჩალიჩია, სანამ ჩვენ აქ ავიყო. საღოლ ტროი. შენ რა სიტყვება? მე გითხარი აგერ ჩემზე უკეთესად ისვრის მეთქი, სნაიპერს. ხა მაგდონემდეც ვერ არის, მაგრამ მაინც კარგად ისვრის არა უშავს. არა. ჩხუბში ალბათ მე უჩობი ვარ, მაგრამ სნაიპერის როლაში ან რაიმე იარაღის როლაში უფრო ეგ არის რა. ხო, რა ვიცი რა გითხრა. ფაქტის სახეზეა ნახევარი სიეტლი ამოხოცა აგერ. აი, მოდი აბა შევიდეთ შიგნით ეხა. შევიდეთ. ხაციკაც რაღაცა ჩანს, აიცა. ეს ტროი მე მგონი გიჟია ძმა რეებს აკეთებს. ვა. ჩემი. ეს გიჟია ძმა ვერ არის ეს. ამდენი ხალხი დაყარა? უეჭველი ისო ეს ტროის შეკეთებულია რამე არ ხდებოდეს, რა ვიცი რა გითხრა. არა, ნატყვი არის აქ. შუბლში თან. ვა. ბიჭო, სკამები რა თუნდა? ვა, ეს სკამები. ხო. მოკლედ გეტყვი რა. ნახე. ეხლა ზუსტად დაგიხსნე ეს საკეთებდა. მოკლედ ჯარში როცა ვიყავით მე და ტროი, ხო როგორც მოახსენე ერთად ხომ სახურავდით. ხო და როცა იქ ვინმე ძველად ავიყვანდით და ვისგანაც სიმართლე გვჭირდებოდა, ხო? მაგ ტიპებს შევავდა სკამზე. ორივე სათქმევინებდა სიტყვას იმ სიმართლეს გაგებას ჭირდებოდა და თუ მათი ნათქვამები არ დაემთხვეოდა, ხო? ნუ ორივეს ბრიდავდა რა. ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებდა? კი. როი, რა ჟისტოკი ხარ? კაი ტაქტიკური სვლა არის. კი, მაგრამ ხა ის არის გასარკვევი უფრო რაიმე სიმართლეა მოიღო თუ არა. ბიჭო, ტროის ესეთად არ ვიცნობდი. ხან თუ არ ვათაობ. ცოტა ისეთი ჯარის გამოცდილებიდან დამიჯერე რომ ეგეთია. პროსტა მალავს რა. ცოტა ესეთი ტიპი მეგონა ხო ხდები? ცოტა მორცხვი ტიპი, კარგი ბიჭი ხო ხდები? თავიდან ჩვენც ეგრე გვეგონა ჯარში რომ შემოდიოდა, მაგრამ მე უკვე მივხვდით რასთანაც ხოდა საქმე. ბიჭო, არ მეგონა, ჯერ ამდენი კაცი გადახოცა, ხო იცი? იმ ადგილზეც მივედი, სადაც აფეთქება მოხდა და იქაც გადაუხოცია თელი სასტავი. მაგას თუნდაც რეები უჩალიჩია, სანამ ჩვენ იქ რაღაცებს ვარკვევდით. აბა? სანამ შენ ერთი კაცი მოკალი, იქ ამანი ამოჟღლი და ყველა. აღარავინ აღარ არის. ეს არ მეგონა ეხა ორ სკამზე ერთმანეთის დაბმა და ერთმანეთის წინააღმდეგ გამოყენება. კარგი ტაქტიკური სვლა, მომწონხარ ტროი, მომწონხარ. კარგი ტაქტიკური სვლა და ძალიან გამოგვადგება, სიმართლე თუ გაინტერესებს რა, ძალიან მარტივად მივალ თავარ სამიზნე. და შენ არ გჯეროდა. შენ არ გჯეროდა, რომ ტროი ჩემზე კარგად ისვრის სნაიპერს. ფაქტის სახეზეა.
ეხა მართლა დავიჯერე. აი მიდი აბა იქნებ სიგნალი დავიჭიროთ ისევ. ცადი აბა რადიოზე. კაი, წამოგვერდე გავიდეთ, თორე აქ რაღაცა არ იჭერს მე მგონი. წამოცავთ აბა იქით. ისევ ის ხმა არის. რაღაცა ჩენელი არ იჭერს, ხო? ესით ალბათ რა ვიცი რა გითხრავა. აი დაანებე თავი. მოკლედ. ეხლა მომისმინე, სტივენ. მოკლედ გეგმა ასეთი არის რა. ისმენ აბა. ისე უნდა დავიყოთ. შენ წადი ტროი იპოვე და მე მაიკთან წავალ. მოკლედ ასე ჯობია ყველაფერს. ესე მარტო გაგიშვა? კარგი რა, ორი ადამიანი დავხოცე მარტო. თან როისთან უფრო უსაფრთხოდ იქნები. აგერ შეხედე რა მოაწყო. კარგი, მაგრამ მაშინ ტროის რომ ნახავ და წამოვიყვან შენთან ეგრევე მაშინ. ხო, ოღონდ რაციაზე არ იმასაკნა, თორე შეიძლება გაიგონ მერე და საფრთხე დამომუქროს მერე. ამიტომ როცა ეს რაცია ჩემი აზრით ჯობია რომ გადავაგდოთ. არაფრის მომტანი არ არის ჩვენთვის. არა რაცია გვჭირდება ყველა ვარიანტში საკონტაქტოდ. უბრალოდ უნდა გავსაზროთ ის დავეკონტაქტებით ერთმანეთს რა. ხო და მოკლედ შენ ხო იცი სადაც მივდივარ და ტროით უნახე იქ წამოდით. გავიდეთ ახლა გარეთ. ჩახუთულობაა რაღაც აქ. კარგი, წავით. სტივენ. ბიჭო, მანქანა შენ გისმენ. წაიყვანე ჯობია. მანქანა შენ წაიყვანე, მე ფეხით წავალ. ეგრე ჯობია რა. კვალს დავფარავ თან. კარგი, მიდი აბა წარმატებები შენთვის. მიდი. ხელები მაღლა. რა ხდება? შუმად იყავ ვიცოდი, არანაირი ხმა არ გამომყევი ჩარა. იქ შედი კარებში. კარგად მომისმინე, იმ სკამს დაჯექ სწრაფად. ეხავე. ვინ ხარ და რა გინდათ? მაგას ამ მომენტში ხარსებითი მნიშვნელობა არ აქვს და მომისმინეს ეხა ყურადღებით, აიგე? ეს თომას უშვებს მაო. არანაირ შეცდომას არ უშვებ, საერთოდ კიდია მე შენი შეცდომები რა. ის არ იყო შეცდომა, რაც შენ და შენმა მეგობარმა გააკეთეთ ამ ქალაქში? კაცრავად, რა გავაკეთეთ? ხომ ვერ რა გააკეთეთ? მივახედე აბა აქეთ. მე ამასთან ვისი არ ნამოქმედი შუაში არის? არ ვარ. შენმა მეგობარმა გააკეთა ეს ყველაფერი. დავინახეთ კიდევაც. ვინ ჩემი მეგობარი? მარტო ვარ აქ. რევს მილაპარაკები. აი სნაიპერი როა და ძალიან კარგად იცი ვიზეს გელაპარაკები. სნაიპერი? სნაიპერი ყავს ქალაქში? ხო, სნაიპერი. ვა! არ ვიცოდი. სიმართლე თქვი. თუი რო იცნობ. ვის კაცო, ვიზე მელაპარაკები? შენ ხარ გაჟი. ზე გელაპარაკები? ეხა კარგად მომისმინე რა. ან სიმართლე სიტყვი, ან კიდე ამ პისტოლეტს დაგაჭერებ შუბში, გაიგე? კარგი მეგობარი, შვიდად. რას გები დაჯექი რა, რას საკეთებს? თავის სახში ხო არ გონია? შვიდად, მოდი დავშვიდი, წავით. მოიცადე ერთი წამი. დაჯექი თქო სწრაფად. შვიდად. მოდი, დავილაპარაკოთ, მოდი. ამას ვახედავ. შენ თავის სახში ხო არ გონია შეფროდი? ხედავ თუ არა მეთქი ამას, გეკითხები. აი ახლა მოხდება. ვერაფერს ვერ მოხდება დამიჯერე.
ვითვლი 3 ყვილა ითვლი 2 გეფიცები სანამ გესროლე გაჩუმდი 1.5 სანამ გესროლე გაჩუმდი ბოლო შანსი გაქვს ვსო 1 წავიდა ყველაფერი არ შეგწდებათ ჩემო ბიჭო ხომ გითხარი ნუ მეხუმრები მეთქი დააგდე იარაღი მალე არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი ეს არ გააკეთო ეხლა შენ დაჯექი ამ სკამზე არ შეგრჩება ეს არ გააკეთო დაჯექი ამ სკამზე მეთქი გეუბნები მიდი დაჯექი შენ ჯერია ეხლა კარუსელზე კატაობის გამიცალია შედან ნუ ბლატაო და დაჯექი თუ ჩემი ძმა ხარ რა ხომ გითხარი ნუ მეთქი სანამ გვიანია გადაიფიქრე გეუბნები სანამ გვიანია გადაიფიქრე თორე ძვირად ბლატაობას თუ არ მოეშვები ფეხში გესწრი იცოდე ვერაფერსაც ვერ მესვი გაბედე მიდი ეს არ გააკეთო სანამ არა ძვირად დაგიჯდება მე გეუბნები ეს ყველაფერი კიდე გაქვს სათქმელი რამე? შენც და შენც მეგობარსაც გპირდები ორივე სიდმი გაყოლებთ. გაჩუნდი რა, თორე ენასაც ამოგაცლი იცოდე რა, გაჩუნდი რა. ვერაფერსაც ვერ იზდავ. ერთი წამი რაღაცას ვნახავ და მოვალ. დამელოდე. კიდე ხა უარესი დაგმართო. კიდე ხა კანია გაცა. არა, არ გინდა. მინდა. თან არ გინდა. ეს ბევრი პლატოობის შედეგია. არ გააკეთო ეს. ეხლა კარგად მომისმინე ბიჭვარო. მომისმინე კარგად. იმ შემთხვევაში დაგანებებ თავს. თუ მეტყვი სად არის მაიკი? იცი რა, შენ სიცოცხლეს უკვე ფასი აღარ აქვს, ფეხებიც აღარ აქვს სამწუხაროდ. სავარაუდოდ დაკორტლდები. ამიტომ მითხარი რა, სად არის მაიკი? ფერს ნუ მაწვალებ რა, ამდენი ნერვები კი არა მაქვს. არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. არის. არა, მართლა არ ვიცი, თორე გეტყოდი. ეხლაც არისი? არ ვიცი, მართლა არ ვიცი, არაფერი საერთოდ არ გამეგება მათში. მომისმინე, აგიხსნი სიმართლე. გაი კიდე დაგარტყავ. არა, არ მოგისმენ, არა, დაგარტყავ კიდე. ახლა ნუ ხარ გძელებ. არა. ნუ ხარ აგძელებ. აბა, რამე ხო გაგახსენა თავში? მომისმინე, გადამალულები არიან, იმიტომ რომ იციან რომ შენ ქალაქში ხარ და არ გვეუბნებიან ადგილსამყოფელს. სტოპ, გაჩერდი ერთი წუთი რა. მოიცადე. აუ, კარგი, მომისმინე რა, მომისმინე. გამიშვი, ოღონდ. გამიშვი აქედან და გეტყვი ყველაფერს საჭიროა რომ იცოდე. ოღონდ გამიშვი. არა უშვის. ჯერაში.
არიღება ეს დანატირები. რამე უნდა მოვიფიქრო. იქნებ ზევით ავიდი სახურავს. მოიცა? ვა. მოიცა. წყნარად სუგა, წყნარად. დამშვიდი. რასაკეთებ შენ? ვახ. შენი დედავატირე, შენი. ბიჭო, მომისმინე ერთი წამი და ის ტიპი მართლა ის ტურა არის, რომელიც 2 წლის წინ ვიცოდით ვინც იყო? მართლა აუ ბიჭო, არ ვიცი მგონი მართლა ეგ არის და მოკლედ არ ვიცი რა მართლა. თუ ეგ არის მართლა მგონი ძალიან ბევრი ხერპლი ვეყოლება ამ ქალაქს ცოტა ხანში რა. რაღა ბევრი ბიჭო. აუ, ძალიან ბევრი ის მომრავლდა უკვე. პროლოგები და საავადმყოფოები და დამთხევა არ არის მე მგონი რა. არ შეიძლება რა ამდენი რაღაც რა შეიძლება რა. რაღაც სნაიპერის ხმების ისმის და რაღაცა ხო ხვდები რა. ხელები მაღლა. აუ ბიჭო, ნახე ვიზე ვლაპარაკობდით და მართლა მაიკ. მიცანი? აჰ. შე არასწორო შენ. რას მერჩი კაცო თავი დამანები? მაიკ მომისმინე. სერიოზულად გელაპარაკები. მე მჭირდება ადლერი, შენ ძალიან კარგად იცი ეს. შეგიძლია თქვენ არ მოგდეთ, გაგიშვებთ, პრობლემა არ არის. მაგრამ მე ადლერი მჭირდება. გაიგე? აუ, შენ ვიტყუებ, საერთოდ ვინ გონია რომ არ? შენ გონი მასე მარტივად მოვტყუდები? არ გატყუებ გეუბნები, შეგიძლია რომ წახვიდეთ მშვიდად და ლამაზად, ამიტომ მითხარი სად არის ადლერი და ძალში მე მოვაგვარებ. ხო, კი, მე გეტყვი ადლერი სად არის და შენ დაგვირიდა ორივეს, ხო? ძალიან ჭკვიანურად მოქმედებ, ოჩახ. მაგ ტიპებს შევავდა სკამზე, ორივე სათქმევინებ და სიტყვას იმ სიმართლეს გაგებას ჭირდებოდა და თუ მათი ნათქვამები არ დაემთხვეოდა, ხო? ნუ ორივეს ბრიდავდა რა. ეხლა მომისმინე. ეხლა მე ამოვიღებ რუკას. ოღონდ მოიცადე. ეხლა შენ მე მოგცემ რუკას და მონიშნავ ზუსტად იმ ადგილს სად არის ადლერი. მერე შენს მეგობარს მივცემთ და ის მონიშნავს და მეტიც არ მინდა არ დაემთხვეს. თუ არ დაემთხვა, ხო? ორივე მოგდებით. გასაგებია? ხო გაიგე? აიღე ეს რუკა ეხლა. კარგი. როზე. მალე. მიდი. აჰა, მოვნიშნე. ეხლა შენს მეგობარს გადაუგდე. მალე. შეინჯერია მეგობარო. ეხლა დიდხანს გელოდო? ჩემი ძმა რას აკეთებ? დროზე.
ბიჭო, თავი ვინ გონია? შენი არ მომკლა, ყველაფერს გეტყვით, ხო? გვიანია. მაიკ, ხომ გაგაფრთხილე? დროზე მითხარი, სად არის ადლერი დროზე? ის ჩემი ძმა იყო. რა? არაფერ შუაში არისო. გავაკეთე ბიჭო. გავაკეთე. ჯეისონ. ვა, გაჩ, არაფერი, კაც, ტროი ვარ, მე ვარ. რა დაგემართა? ხო, კარგად ხარ. ტროი, რა ჩავიდინე ტროი. რა ხდება, ამიხსენი? ტროი, რა ჩავიდინე? ამიხსენი, რა ხდება? ესენი შენ დახოცე? ხო, მე დავხოცე. მოიცა ეს მაიკი არ არის? მაიკია, ხო, მაიკია. ეს ვინ არის ამ ეს? ძმა არის. ტროი, წავიდეთ აქედან, ხო? კარგი, წავიდეთ, აუ. აი ჯეისონ, დამშვიდი, ნუ ნერვიულობ, წავალთ ხა აქედან, არის ნერვიულო. არა, მე არ მინდოდა, ამის ყურა ამას რას ვერჩოდი? შენი დედავადი. კარგი, დამშვიდი, არა უშავს. როი, უნდა წავიდეთ აქედან, თორე დაგვესხმებიან თავს. კარგი, წავიდეთ. არ უნდა გამეკეთებინა ეს ძმებო. არ იმსახურებდა ის ტიპის სიკვდილს. მე მარტო მაიკი მჭირდებოდა. კაი ჯეისონ, კაი. გეთანხმები ჯეისონ, მაგრამ არც იცოდი. სხვა გზა არ გქონდა. არ ვიცოდი ძმა თუ იყო, მაგრამ ეგრეა. კარგი, მომისმინეთ ხა რა, ბევრი რა ლაპარაკობთ, მე გავალოთ ახიდან და თქვენ ორმა ლაპარაკეთ რა. არ უნდა მექნა ეს. დაიგიდე ჯეისონ, არ იცოდი შენ. არა უშავს. ყველაფერი რიგზეა, გითხრა მაიკმა სად არის, საბოლოოდ. არაფერი არ მithქვია, მაგრამ ხო გავარკვევთ არა? კი, გავარკვევთ რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან რთული იქნება. შეიძლება დავანებოთ კიდეც. პრინციპში მართალიც ხარ. მე მგონი არ ღირს ეს ყველაფერი ამათ. ხო, ძალიან რთული საკითხია ეხლა. სამივე ადამიანი დაუკარგეთ ისე რომ არაფერი არ ვიცით ადლერზე. მართალია. საითკენ უნდა წავიდეთ, რას ვეტაკო არ ვიცი. გესმის? რა ხდება ბიჭო? ოჩიმი. სტივენ. ჯეისონ მაკნილ. გამოდი დროზე, თორე ამასაც ვეშვნი. არა, ჯეისონ არ გინდა, არ გამოხვიდე. არ გააკეთო ეს. სულ მოდიხო შენ. კარგი, არ გამოდიხარ ხო ესე იგი? კარგი, ამასაც ვეშვრი. სო. გაჩი, აქავარ. სო.
ადლერ ის არაფერს უაშია გაუშვი შენ მეგჭირდები მე გავაკეთე მე ვარ ყველაფრის ღირსი შენი არ გჭირდება მე გჭირდები ჩემი ბრალია ყველაფერი გაუშვი ხო ჩუმად იყავი ეხლა კარგად მომისმინე შენ და ამან ხო მეგობრები მომიკალით გესმის ამდენი მეგობრები მომიკალით მე შენ გაგიშვი მაგრამ შენ ეს შანსი ვერ გამოიყენე ამიტომაც ეს ჩემი პრობლემა უკვე აღარ არის ადლერ ბიჭო გაიღვიძე ვაჰ ო არ მიდოდა შეშინება რა ხდება ბიჭო არაფერი შეშინებაც არ მინდოდა პროსტა დავალება გვაქვს და გვეძახიან მოკლედ და დაბლა ჩავალ მე და შენ ჩამოდი პროსტა ვერ გაგაღვიძე რა ვერაფრით კარგი მიდე დადე